მაყურებელი ახლა კაცი ხედავს სწორედ საქართველოს საპატრიარქო, სადაც რამდენიმე წუთის წინ დაიწყეს შეკრება მღვდელმთავრებმა და არა მხოლოდ მათ, მას შემდეგ რაც მოსაყდრე შიომ უკვე ოფიციალურად დაადასტურა მედიასთან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე კლინიკაში გარდაიცვალა. სწორედ ამის შემდგომ დაიწყეს საპატრიარქოში სასულიერო პირებმა შეკრება, დაახლოებით 9 საათია, რაც აქ უკვე იკრიბებიან ადამიანები, სასულიერო პირები. მეუფე სტეფანო დაინახეთ ახლა თქვენ კადრში, რომელიც ამ წუთებში შევიდა საპატრიარქოს შენობაში. მანამდე იყო მამა შალვა კეკელია, რომელიც პირველი მოვიდა ამ ტერიტორიაზე და თქვენ ხედავთ, რომ რევლიც არის ამ ტერიტორიაზე. ისინი ელოდებიან სწორედ გადაწყვეტილებას, სწორედ აქ უნდა შედგეს დღეს კრება, რომლის შემდგომაც გახდება ცნობილი თუ როგორი იქნება შემდეგი დღეები, როგორ გააცილებენ ილია მეორეს უკანასკნელ გზაზე. გაჩვენებთ კიდევ ერთხელ აქ რევლმა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო აქ შეკრება, სწორედ აქ დაელოდებიან ეს ადამიანები კრების დასრულებას, რადგან ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრების დასრულების შემდგომ სასულიერო პირები უკვე გააკეთებენ ოფიციალურ განმარტებებს თუ როგორი იქნება მომდევნო დღეები. მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ ილია მეორე კლინიკაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა, არაერთი კომენტარი გაკეთდა მედიკოსების მხრიდან, რომ ყველაფერს აკეთებდნენ მის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.